ეს არის დილის არხი, რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფერიძესთან ერთად. მოგესალმებით დილამ შვიდობისა, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გვერდდება ლევან ჯექია, ისტორიკოსი. მოგესალმებით ბატონ ლევან და დიდი მადლობა რომ დღეს იწყებთ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მოგესალმები რადიოს სტენოს. ბატონ ლევან, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისიდორე რამიშვილის შესახებ და მოდით დავიწყოთ სუმთავარით და ძალიან მოკლედ ჯერ მოუყვეთ, წარმოვიდგინოთ ჩვენ მსმენელებს, შევახსენოთ თუ ვინ იყო ის და შემდეგ უკვე დავიწყოთ მისი ისტორიის მოყოლა. საინტერესო არის ორედი სიტყვით ვთქვათ იმის შესახებ თუ რატო საუბრობთ ჩვენ ან ისიდორე რამიშვილზე ან სხვა პიროვნებებზე, რატო გვაინტერესებს მათი ბიოგრაფია. თუ მათ ბიოგრაფიებს ჩვენ განვაზოგადებთ, კარგად შევისწავლით საბჭოთა ეპოქას, საბჭოთა პერიოდს, ის ვინც არ იყო იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლების ერთგული, ვინც უსიტყვოდ არასრულებდა მათ დირექტივებს, მათ ბრძანებებს, ყველას ისეთივე ბედი ელოდა, როგორც ისიდორე რამიშვილს, რომელიც იყო მუდმივად დაპატიმრებული, მუდმივად გადასახლებული და მთელი თავისი სიცოცხლე, მან 78 წელი იცოცხლა გაატარა სწორედ ასეთ პირობებში და სხვათა შორის შემორჩენილი არის მისი მოგონებები, რომელიც ქოჩა საიტიდან და კეთევან რამიშვილმა გამოაქვეყნეს და აქ ის საუბრობს, რომ მას არასდროს არ ქონია პირადი ცხოვრება. კერძო მისთვის არ არსებობდა, არამედ მან მთელი თავისი ცხოვრება უძღვნა იდეისთვის ბრძოლას და სწორედ ამას შეეწირა ის. ისიდორე რამიშვილი დაიბადა ქვემო სურებში, გურიაში, მხარები გლეხის ოჯახში და ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა მისთვის განათლება მიეცა, ამიტომ 10 წლამდე ის ოჯახში შინამეურნეობას მისდევდა. შემდეგ უკვე მათმა ნათესავმა სასულიერო პირმა მიიყვანა ის ოზურგეთის სამრევლო სკოლაში, სადაც სასულიერო პირების შვილები ცხოვრობდნენ და აქ ის გააფორმა როგორც მისი შვილი. თუმცა ეს ფაქტი გამომჟღავდა და მოგვიანებით ის გარიცხეს ამ სასწავლებლიდან, თუმცა ისე იყო მოწყურებული სწავლას, რომ ერთ დღეს გაიპარა სახლიდან, ჩავიდა ოზურგეთში და ფეხებში ჩაუვარდა ამ სკოლის ზედამხედველს და თხოვა, რომ ისევ მიეღოთ სასწავლებელში და მართლაც მიიღეს ამ სასწავლებელში, რომელიც მან წარჩინებით, წარმატებით დაასრულა და ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც ასევე არჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ ის ბრუნდება თავის სოფელში, საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, თავის სოფელში მან დაარსა სკოლა, სხვათა შორის მონაწილეობა მიიღო სახალხო ბიბლიოთეკის გახსნაში, მთლიანობაში მან 20 წელი შეალია პედაგოგიურ საქმიანობას. ანუ ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი და მნიშვნელოვანი საქმე. ხო, ბატონ ლევან, და აქვე ვისაუბროთ, რომ ის იაკობ გოგებაშვილის რეკომენდაციით გადავიდა შემდეგ სამეგრელოში. დიახ, სწორედ იაკობ გოგებაშვილისგან მიიღო მან ინფორმაცია, რომ სენაკის თავადაზნაურთა სკოლაში იყო ვაკანსია და შესაბამისად გადადის სამეგრელოში, იქ იწყებს პედაგოგიურ საქმიანობას, თუმცა აქ რუსიფიკაციის პროცესი იმდენად შორს იყო წასული, ქართული ენა ფაქტობრივად გამოდევნილი იყო სკოლიდან, ასევე მეგრელებს არ წუნდებდნენ, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ, ამას ის ვერ იტანდა და მუდმივად სკოლის ხელმძღვანელობას ამას ეუბნებოდა, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, რომ ისინი რუსების საქმეს აკეთებდნენ და ამიტომაც ის არასასურველ პირად ჩათვალეს და შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოეცილებინათ სამეგრელოსთვის და ის გადაყავთ ბათუმში სკოლის გამგედას. სხვათა შორის რეკომენდაცია, რომელიც გაიცა მასზე, როდესაც ის სამეგრელოდან ბათუმში გადაყავდათ, ის ეწერა, რომ ცუდი პიროვნება, მაგრამ კარგი პედაგოგია. ანუ ის რომ ის კარგი პედაგოგი იყო, ეს ვერ დამალეს, ეს მაინც აღნიშნეს, ხაზი გაუსვეს, მაგრამ მის ცუდ პიროვნებაში გულისხმობდნენ იმას, რომ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი არ იყო. ამის შემდეგ უკვე იწყება 1905 წლის რევოლუცია და ის აქტიურად აღმოჩნდა ამ რევოლუციაში ჩაბმული და ამის გამო დააპატიმრეს და მეტეხის საპყრობილეში გადაიყვანეს, თუმცა 3 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, რევოლუცია ისევ ძალებს იკრევს და ის ისევ აღმოჩნდა ამ რევოლუციაში ჩართული და კვლავ დააპატიმრეს და კვლავ მეტეხის საპყრობილეში მოიყვანეს. აქ მისმა მეგობრებმა, როგორც იყო სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვებმა, მისი ციხიდან გაქცევის გეგმაც შეიმუშავეს, მას წერილთან ერთად დაგრეხილი რკინის ხერხი შეუგზავნეს, რომლითაც რამდენიმე მესერი უნდა გაეხერხათ, შემდეგ
ბატრით უნდა ჩამოსულიყო კლდეზე და მდინარე მტკვარზე მას დახვდებოდა ნავი, რომელიც წაიყვანდა ორთაჭალის მიმართულებით. თუმცა მან ამ გეგმაზე უარი თქვა. შემდეგ უკვე სხვა გეგმა შესთავაზეს გაქცევის, თუმცა ამაზეც უარი თქვა და შემდეგ უკვე მას მოუსწრო 17 ოქტომბრის ცნობილმა მანიფესტმა და სხვა პატიმრებთან ერთად ის გაათავისუფლეს. თუმცა მოგვიანებით 1909 წელს ის ისევ აღმოჩნდა დაპატიმრებული და ამჯერად უკვე გადაიყვანეს რუსეთში, პეტროვსკის ციხეში და სხვათა შორის აქ ისეთი მძიმე პირობები იყო თავის მოგონებებში ის ამაზე საუბრობს. პატიმრები დიდ გობს შემოუწყდებოდნენ ხის კოვზებით და იქიდან ჭამდებენო. ხან ცხენის პური ამოვიდოდაო იქიდან, ხან ცხენის კბილი თვითონ არ შეეძლო ეჭამა ეს საჭმელი, მაშინ როდესაც სხვა პატიმრები ამას სიამოვნებით მიირთმევდნენ და ამის გამო ის მუდმივად შიმშილობდა. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, ბრუნდება საქართველოში, ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა, ის იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, რომელიც იყო პარლამენტი მოგეხსენებათ თქვენ, მას ხელი აქვს მოწერილი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე, შემდეგ მას ირჩევენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და სხვათა შორის საქართველოს მთავრობა მას ნიშნავს თავის წარმომადგენლად აფხაზეთში, სადაც მუდმივად იყო მძიმე ვითარება და ამაზეც საუბრობს ის თავის მოგონებებში, მაგალითად, ერთხელ როდესაც ქართული გემით მიადგნენ წყლის სანაპიროს, როგორ დაუშინეს იქ ტყვიები და როგორ იძულებულნი გახდნენ, ისე უკან გაბრუნებულიყვნენ. აფხაზეთში არსებობდა აფხაზეთის სახალხო საბჭო, სადაც სამწუხაროდ ბევრი ისეთი წევრი იყო, რომელიც არ ემხრობოდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას. ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამღვრევდნენ ბოლშევიკები, რომლებსაც იქ აგენტები ყავდათ, ასევე იქ მოქმედებდა ანტონ დენიკინი, მოგეხსენებათ ანტონ დენიკინი იბრძოდა ქვის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, აღდგენისთვის უფრო სწორედ და საქართველოს ისევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოიაზრებდა და აფხაზეთში მას თავისი ინტერესები ჰქონდა, თუმცა მან თავის თანამებრძოლებთან ერთად რამდენადმე მაინც შეძლო სიტუაციის განმოხტვა აფხაზეთში, იქ ასევე შემოდიან ინგლისელები და სხვათა შორის ინგლისელები ხუმრობდნენ, რომ ორი გოლიათი უნდა დაჯახებოდაო ერთმანეთს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენი შუამავლობითო კაცობრიობა გადარჩაო. აქ მათ მხედველობაში ჰქონდათ დენიკინის შეარაღებული რაზმები და ქართველების შეარაღებული რაზმები, რომლებიც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ინგლისელების დახმარებით ეს არ მოხდა. დენიკინი გავიდა გაგრიდან და გაგრაში ქართული შეარაღებული ძალები შევიდნენ. თქვენ იცით, ასევე 1921 წლის იანვარში ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს დე იურე და ამაზეც წერს ის თავის მოგონებებში, რომ დემონსტრაცია მოეწყო და ქართველებმა საქართველოში თბილისში არსებული უცხო ქვეყნის საელჩოებთან მისვლა გადაწყვეტეს, რათა აღენიშნათ ეს მნიშვნელოვანი დღე და ყველგან მათ სარზეიმით ეკებებოდნენ, მხოლოდ ერთი საელჩო იყო დაკეტილი, საიდანაც ჩამიჩუმი არ ისმოდა და ეს იყო რუსეთის საელჩო და იცით თქვენ, რატომაც იყო ეს გამოწვეული, რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო და რუსეთმა დაიპყრო საქართველო. თუმცა მიუხედავად ამისა, ის ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოთა რეჟიმმა მისი კუთვნილი სახლი გურიაში გაჩხრიკა და იქიდან ამოიღო მისი მოგონებების რვეული. როგორც ჩანს, ბევრი რაღაც საინტერესო ეწერა ამ მოგონებების რვეულში, რადგან ის თხოვდა საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს კოტე ცინცაძეს, რომ როგორმე დაებრუნებინათ ეს გზური, ცინცაძემაც ბევრი ეძებაო, თუმცა ვერ იპოვაო და სამწუხაროდ ასე დაიკარგა. ბატონ ლევან, კიდევ ერთხელ რომ შევეხოთ, სანამ 1921 წლის 5 ივლისს იოსებ სტალინი ჩამოვიდა საქართველოში და ნაძალადევის მუშათა კლუბში ჰქონდა მას ქართულ საზოგადოებასთან შეხვედრა, სადაც მას ობსტრუქცია მოუწყვეს, რაღაც რეპლიკები ისმოდა მისი მისამართით, მაშინ როდესაც იქ სიტყვით გამოსულ ისიდორე რამიშვილს, ალექსანდრე დგებუაძეს თუ სხვა სოციალ-დემოკრატ მენშევიკებს ოვაციით შეხვდნენ და ეს არაპატია მათ საბჭოთა ხელისუფლებამ და 13 ივლისს უკვე 250 ადამიანი დააპატიმრეს და მათ შორის იყო ისიდორე რამიშვილი, ისინი მოათავსეს მეტეხის საპყრობილეში. თქვენ იცით, საბჭოთა ხელისუფლება როგორ ებრძოდა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და 1922 წელს ცდილობდა, რომ ის არ აღნიშნულიყო საქართველოში, თუმცა მიუხედავად ამისა, მეტეხის საპყრობილეში მყოფმა პატიმრებმა მაინც აღნიშნეს ეს დღე, 5000 პატიმარი გამოვიდა გარეთ ეზოში და აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მათ გულზე ჰქონდათ საქართველოს დროშა, რომელიც გარედან შეუგზავნეს
ციხეში აქტივით გამოვიდა სხვათა შორის ისიდორე რამიშვილი, მან საქართველოს მიჯაჭვულ პრომეთეს შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ პრომეთესავით ის გაწყვეტდა ამ ჯაჭვთა საქართველოს იქნებოდა თავისუფალი. ციხის უფროსმა შულმანმა მას რევოლვერი დაუმიზნა და უთხრა, რომ შეეწყვეტა სიტყვით გამოსვლა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ბოლომდე ჩაამთავრა თავისი სიტყვა. ასევე იცით თქვენ 1922 წლის ზაფხულში ბატონ ლევან, ერთ გითხავთ, გესმით ჩემი, ხო ბატონ ლევან, ისმის ჩემი ხმა თუ არ ბატონ ლევან ერთ კითხვით იგივე 21 წლის მოვლენებს თუ დავუბრუნდებით და ამ პერიოდს და ისიდორე რამიშვილის ცხოვრებას კიდევ მინდა რომ ხაზგასმით აღვნიშნო თუ რა როლი ითამაშა მან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დიახ, სწორედ ამას უკავშირდება და ბარემ დავამთავრებ, რასაც ვამბობდი და მე დავუბრუნდები თქვენს კითხვას, რომ როგორც კი ის ციხიდანაც იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის, აი 26 მაისი აღვნიშნე, ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყება რომ მოხდა, ამის გამო მეტეხის ციხის პატიმრები მძევლებად გამოაცხადეს და გადაიყვანეს საგანგებო კომისიის სარდაფში და მათ აიძულებდნენ რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი გამოეცხადებინათ ბანდიტად. თუმცა არც ერთმა მათგანმა, მათ შორის ისიდორე რამიშვილმა ამაზე უარი არ თქვა და შემდეგ ციხის პატიმრებმაც შიმშილობა გამოაცხადეს და იძულებული გახდნენ ისინი კვლავ დაებრუნებინათ საპყრობილეში. აი მთელი მისი ცხოვრება ეს არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა და ამ იდეას მან არ უღალატა მთელი ცხოვრება. თორემ იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც ციხის პატიმრებს აწერიდებდნენ განცხადებას, რომ გადიოდნენ თავიანთი პარტიებიდან და დგებოდნენ საბჭოთა პლატფორმაზე და იწყებდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ასე შესთავაზეს ეს ისიდორე რამიშვილსაც, მაგრამ რა თქმა უნდა ის არასდროს არ წასულა დათმობებზე და მუდმივად დარჩა საბჭოთა ხელისუფლებასთან შეურიგებელი და სწორედ ამიტომ ამას შეეწირა ის. დიახ. და ის რამდენად და მუდმივ მთელი ცხოვრება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დასაწყისში იყო ბრძოლა სწორედ ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, იყო გადასახლება, დაპატიმრება და ძალიან მძიმე ფაქტები, ხო, მისი ცხოვრებიდან. დიახ, ის 1922 წელს ისევ გადაასახლეს რუსეთში. ის ჯერ მიიყვანეს იაროსლავის ციხეში, ის ცუდად გახდა და აქედან საავადმყოფოში მოხვდა, სხვათა შორის აქ იყო ერთი თეთრგვარდიელი გენერალი, რომელიც ყოველდღე ელოდებოდა დახვრეტას და ჰალუცინაციები ჰქონდა, ადამიანს დაინახავდა თუ არა რაღაც ნივთებს ესროდა, რადგანაც ეგონა რომ ის დასახვრეტად მოდიოდა და მათ შორის ისიდორე რამიშვილსაც ესროლა ერთხელ თებში, მაგრამ საბედნიეროდ ააცელა და კედელს შეამარცხა ეს თებში. შემდეგ ის აქედან გადაყავთ კაშინში, სადაც თავისუფალი ცხოვრების უფლება ჰქონდა და აქ ის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. 3 წლიანი გადასახლების ვადა მას 1926 წელს უმთავრდებოდა და უკვე მისცეს უფლება რუსეთის ტერიტორიის ფარგლებში აერჩია ნებისმიერი ადგილი. სადაც იცხოვრებდა და მან აერჩია ასტრახანში ცხოვრობდა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა როგორც წესი მისი თავისუფალი ცხოვრება, დაიჭირეს ისევ და მოათავსეს ერთ რაღაც თავლაში, რომელიც საკმად იყო გადაკეთებული და სხვათა შორის აქ გახდა მას ერთი პატიმარი, აქ საპირფარეშოც არ იყო პირის დასაბანი ადგილი და როდესაც მან მოითხოვა პირის დაბანა, უთხრეს რომ ეს კურორტი არ არის და შეეგუა იმ პირობებშიც მოგიწევს ცხოვრებაო. თუმცა დიდი ბრძოლის შემდეგ მისცეს უფლება რომ პირის დაებანა დილით გარეთ გაეყვანათ ეგრეთ წოდებულ პრაგულკაზე და ასევე მისთვის მიეცათ რუსული წიგნები. ქართულ წიგნებს არ აძლევდნენ, რადგანაც ეუბნებოდნენ რომ ჩვენ არ ვიცით შიგ რა წერია და შესაბამისად ეს აკრძალული იყო ისევე როგორც გაზეთები. რადგანაც სიახლე მას არ უნდა სცოდნოდა თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. და სხვათა შორის ის არ გადაყავდათ პოლიტიკურ პატიმრებთან, რადგან ეუბნებოდნენ რომ შესაძლოა პოლიტიკურ პატიმრებზე მას გარკვეული გავლენა მოეხდინა. მოგვიანებით ის გადაყავთ ტაშკენტში. სხვათა შორის აქ მან ტაშკენტში ნახა რომ იქ გადასახლებული და გარდაცვლილი ქართველების საფლავები იყო მოუწესრიგებელი, მოულელი და გადაწყვეტა იქაურ ქართველებში გარკვეული თანხა შეეგროვებინა და საფლავები მოეწყოთ. მათ შორის იქ იყო გარდაცვლილი და დაკრძალული საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე ლომთათიძე, თუმცა ისიც ძვირად დაუჯდა მას, რადგანაც ხელისუფლება მიიჩნია, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ის ექს უდგამდა, მათთვის მემორიალს აკეთებდა, რაც მიუღებელი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის, ამიტომაც ისევ დააპატიმრეს და მოათავსეს ერთ-ერთ იქაურ საპატიმროში, შემდეგ გადაიყვანეს უკვე ქალაქ ხოჯენში და აქაც ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდა ის სხვათა შორის, მას არ ჰქონდა საწოლი. შეაგდეს ერთ-ერთ საკანში და იატაკზე მიუჩინეს ბინა და უთხრეს, რომ შემიქნები რიგით მე-12 პატიმარი. ანუ პატიმრები იყვნენ დანომრილები, პატიმრებს ჰქონდათ საწოლები იარუსები იყო ერთი მეორეს მიყოლებით, ქვემოდან ზემოთ და აი ამ ნომრების მიხედვით თავსდებოდნენ ისინი აი ამ საწოლზე. მაგრამ ეს რახან მე-12 იყო და იქ ამდენი საწოლი არ იყო, შესაბამისად მას იატაკზე ძილი უხდებოდა. თუ კი ვინმე გახრეტდნენ და გათავისუფლდებოდა ადგილი, ასეთ შემთხვევაში შეეძლო მას დაეკავებინა რიგითობის მიხედვით ეს საწოლი. იქ არ იყო ჰაერი, ეგრეთ წოდებული ფორტოშკა იყო, რომელსაც არ აღებდნენ. ამის გამო ის ითხოვდა, რომ სხვაგან გადაიყვანათ სხვა კამერაში და რამდენიმე თვის შემდეგ მართლაც გადაიყვანეს სხვა კამერაში, ეს იყო ეგრეთ წოდებული სმერტნიკების კამერა. ანუ იმ ადამიანების, რომლებსაც დახვრეტა ჰქონდათ მისჯილი და აქ თავიდან ყოფილა 3 დახვრეტილი, თუმცა როცა ისიდორე გადაიყვანეს იქ, ერთი უკვე დასახვრეტად იყო წაყვანილი და დახვრეტდა შესაბამისად იქ დახვდა მას 2 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. საქმე რაში იყო? თურმე პატიმრები მორიგდნენ, რომ პურის ყუას შეჭამდნენ რიგრიგობით. თუმცა ერთ-ერთ მათგან სულმა წაძლია და რიგის გარეშე შეჭამა ეს პურის ყუა, ამაზე იჩხუბეს 3-ვემ და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ის ერთი ადამიანი ისე წაიყვანეს თურმე დასახვრეტად, რომ შერიგებულებიც არ იყვნენ. და როცა ეს მოვიდა, ეს 2 ადამიანი შეარიგა, რაღაც ისტორიებს უყვებოდა მათ და ახალისებდა, თუმცა ისე იყვნენ ეს ადამიანები დაზაფრულები, რომ როგორც კი ფეხის ხმას გაიგონებდნენ, ცუდად ხდებოდნენ, რადგან ეგონათ, რომ უკვე მათ დასახვრეტად მოდიოდა ვიღაცა. 1934 წელს მას უკვე დაუმთავრდა გადასახლების ვადა და შეეძლო უკვე დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა დასაბრუნებელი ფულიც არ ჰქონდა და ამაზე უბნებოდნენ, რომ ეს ამაზე შენ თვითონ უნდა იზრუნო, ჩვენ გაგათავისუფლეთ. თვითონ ისიდორეც ეუბნებოდა მათ, რომ საკუთარი ნებით არ იყო აქ წამოსული და შესაბამისად ხელისუფლებას უნდა უზრუნველყო მისი საქართველოში დაბრუნება, თუმცა ამაზე უთხრეს, რომ შენ ისედაც ამდენი წელი ციხეში ცხოვრობდი სახელმწიფოს ხარჯზე. ბოლოს რის ვაივაგლახით ის ჩამოვიდა ბაქოში, სადაც მისი ქალიშვილი და სიცე ცხოვრობდნენ, რამდენიმე დღე დარჩა იქ და მოგვიანებით ჩამოვიდა თბილისში, სადაც დახვდა მას თავისი ვაჟიშვილი ილიკო შვილიშვილებთან ერთად, წაიყვანეს თავიანთ ბინაში, თუმცა მეორე დღეს მას მოუვარდნენ მილიციელები და უთხრეს, რომ თბილისში მისი გაჩერება იყო ძალიან საშიში. ითხოვა 15 დღე მაინც დაეტოვებინა თბილისში, ენატრებოდა ძალიან თბილისი და დაეთვალიერებინა, უნდა დაეთვალიერებინა თბილისის ქუჩები და ბოლოს არის ნება მისცეს. და ის გადასახლდა ქუთაისში, როგორც უბრძანეს, თუმცა ქუთაისში ვერ სამსახური ვერ შოვა, მისი მეუღლეც ეს მეორე მეუღლე იყო, რომელიც ეროვნებით რუსი იყო და მან ქართული არ ეცოდა და შესაბამისად ვერც ის დასაქმდა და იძულებული გახდა თავშობლიურ სოფელსურებში დაბრუნებულიყო. ზამთრის პირი იყო, როცა ისინი დაბრუნდნენ სოფელში, მძიმე პირობებში მოუწიათ იქ გადასვლა, ყოველი მხრიდან უბერავდაო. ხარიო და ძალიან გაუჭირდათ, შეშაც არ ჰქონდათ, დაიწყო სოფლის მეურნეობა, ვაზი ჩაყარა, ხეხილი დარგო და თითქოს უკვე 7 ცხოვრება უნდა დამდგარიყო მისთვის, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, მას ფაქტობრივად პროვოკაცია მოუწყვეს. როგორც თვითონ მოგონებებში ყვება, რაიონიდან და თბილისიდან პარტიული მუშაკები უნდა ჩამოსულიყვნენ და რაღაც საკითხებზე უნდა ემჭელა და მასაც შესთავაზეს, რომ ამ კრებაზე მისულიყო და სიტყვით გამოსულიყო. თავიდან ის უარზე იყო, არაპირებდა იქ მისვლას და სიტყვით გამოსვლას, თუმცა უთხრეს, რომ შენ 4 თვე ხარ უკვე სოფელში იმყოფები, ასევე ძალიან ცნობილი ადამიანი ხარ, ბევრი გაგიკეთებია
სოფლისთვის სკოლაც დაგიარსებია და ასე შემდეგ და შენი მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებაო და თვითონაც გამოვიდა სიტყვით როგორც თვითონ მოგონებებში ამბობს ზომიერად ილაპარაკა, თუმცა რაღაც საკითხებში საბჭოთა ხელისუფლება გააკრიტიკა და იქ იყვირეს. ეს ისევ იგივე ისიდორე ყოფილაო, ეს ისევ შეურიგებელი მტერი არისო საბჭოთა ხელისუფლების და მისი აქ გაჩერება არ შეიძლებაო. მალე გამოიძახეს ოზურგეთში, აქედან გადააგზავნეს თბილისში და უთხრეს რომ ის უნდა გადასახლებულიყო სამხრეთ ოსეთში. ისულებული გახდა დასულიყო სამხრეთ ოსეთში, თუმცა იქაურმა ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ მაინც საშიშად ჩათვალა მისი ყოფნა და იქ არ გააჩერეს. და ისულებული გახდა ჩრდილოეთ ოსეთში გადასულიყო ვლადიკავკაზში და თავის შეაფარა თავის შვილს ორი ცოლ-ქმარი ბრმა იყო, მეუღლეც და ცოლიც და ქმარიც და ქალი იყო მისი ძმისშვილი, მათთან ცხოვრობდა ცოტა ხანი, არავინ ნაცნობი მას იქ არ ყავდა და სამწუხაროდ იქ მას მოუსწრო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დიდმა ტერორმა და როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის 1937 წელს ის დააპატიმრეს და თურმე უთქვამს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ამ დროს ის 78 წლის იყო და მე დღეს ისევ თუ საფრთხეს წარმოვადგენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის და თუ ჩემი გეშინიათ, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა თქვენი საქმეო. მისი მეუღლე ითხოვდა მისი ადგილსამყოფელის გაგებას, თუმცა რა თქმა უნდა არ ეუბნებოდნენ და როგორც ჩანს ის თბილისში ჩამოიყვანეს და 1927 წელს აქ სადღაც დახვრიტეს. მისი საფლავი ჩვენთვის უცნობი არის და მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი რომ 1999 წელს ასტრახანის მხარის სასამართლომ მისი რეაბილიტაცია განახორციელა. ბატონ ლევან, ჩვენი დრო სამწუხაროდ საინტერესოა ერთ რამეს ვიტყვი და ამით დავასრულებ. ის თავის მოგონებებში წერს ერთ რამეს, რომ ჩემს ბავშვობაშიო ტრაპიზონიდან ჩამოდიოდაო ერთი ბერძენი, რომელიც თუთუნს ყიდულობდაო გურიაში და სხვათა შორის ერთი შეგონება მახსოვს მისგანო, რომელსაც სულ მეუბნებოდაო. ძალიან მოიჩქარებო რომ ეშმაკს მიეწიო და ძალიან მელანოივლიო რომ ეშმაკი მოგეწიო. სოდა სამწუხაროდო მე მთელი ჩემი ცხოვრება ეს შეგონება ვერ გავითვალისწინეო და ამის გამო ძალიან ბევრი უბედურება გადამხდა თავსო. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ამ მომწურავი და საინტერესო საუბრისთვის და მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს თუ რატო ყვებით ჩვენ ამ ადამიანების ისტორიას, რომლებიც თავისი შეუპოვრობით გამოირჩეოდნენ, როდესაც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. და საუბარი სწორედ ამით დავიწყე, თუ ჩვენ სახელებს და გვარებს შევცვლით, ისიდორე რამიშვილის სახელს სხვა პიროვნების სახელით არ აქვს მნიშვნელობა, თუ კი ეს ადამიანები საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში არ იყვნენ ჩამდგარები, ყველას ფაქტიურად ერთი ასეთ ადამიანებს. ყველა გახდა დიდი ტერორის მსხვერპლი. ეს ადამიანები მთელი ცხოვრება იყვნენ დაბეჭდილებაში, ციხეში და ციხეში ყოფნა იმ პერიოდში როგორი უბედურება იყო, როგორი სატანჯველი იყო, ეს ამ ადამიანების მოგონებების ერთი თვალის გადავლებითაც falsačino ხდება. ეს იყო ადამიანი, როგორც თვითონ ყვება, ადამიანი, რომელმაც თავი შესწირა ქართულ საზოგადოებას. ის იბრძოდა, ის იყო მოგეხსენებათ სოციალ-დემოკრატიული მენშევიკური პარტიის წევრი და იბრძოდა იმისთვის, რომ დაბალ სოციალურ ფენას კეთილდღეობა მოეპოვებინა. აი ამ იდეას შეწირა მან თავი. უარი თქვა თავის ოჯახზე, თავის შვილებზე, შვილიშვილებზე, რომელთა ერთად ყოფნა ალბათ მისთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ ამაზე უარი არ თქვა. არ წავიდა არც ემიგრაციაში და სამწუხაროდ მთელი თავისი ცხოვრება 78 წელი გაატარა გადასახლებაში და მოხუცებული ადამიანის არ დაინდეს და მოუსწრაფეს სიცოცხლე. ისე რომ მისი საფლავიც როგორც მისი შთამომავლებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის დღესაც უცნობია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, საინტერესო საუბრისთვის კიდევ ერთხელ განმეორდებით და შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ლევან ჯიქია ისტორიკოსი. ეს არის თბილის არხი, რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. რეკლამა, რადიო იმედი.